გამარჯობა, დღეს მოგიყვებით ვებსაიტ ბილდერების შესახებ, გაჩვენებთ, როგორ გვეხმარებიან ისინი საიტების დამზადებაში, გაჩვენებთ რამდენიმე სხვადასხვა პოპულარულ ვებსაიტ ბილდერს და ნახავთ, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. მე ვარ ვლადიმერ კვარაცხელია, მაქვს 10 წლიანი გამოცდილება WordPress-ზე საიტების დამზადების და ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ YouTube არხზე და Facebook ჯგუფში. YouTube არხზე ასევე შექმნილი მაქვს ასეთი პლეილისტი და ეს ვიდეოც იქნება მორიგი ვიდეო ამ პლეილისტში. თუ ეხლა შემოგვიერთით და ეხლა სწავლობთ, აუცილებლად გადახედეთ წინა ვიდეოებს. დღევანდელი ვიდეოს სპონსორი არის კომპანია ProService, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ დომეინის და ჰოსტინგიც და მათ აქვთ ჩვენთვის 15%-იანი ფასდაკლება, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რო არ გამოგრჩეთ სიახლეები და საინტერესო შემოთავაზებები. ვებსაიტ ბილდერების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ კოდის წერის გარეშე შეგვეძლოს საიტის დამზადება, რაც საგრძნობლად გვიზოგავს დროს. თუმცა, ვისაც სჭირდება და ან ვისაც სურვილი აქვს, რომ კოდით დაწეროს, ამის საშუალებაც ეძლევა. ამით არის ვებსაიტ ბილდერი კარგი, რომ იმის მიხედვით თუ რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, ყველანაირად გვიწყობს ხელს იმისთვის, რომ კარგი ხარისხიანი საიტები დავამზადოთ. პირველი ვებსაიტ ბილდერი, რომელიც მინდა განვიხილო, ეს არის WordPress-ის სტანდარტული ბლოკ ედიტორი, ან შეიძლება Gutenberg-ის სახელითაც შევხვდეთ. ეს არის ის, რაც WordPress თავიდანვე მოყვება და არ საჭიროებს არანაირ ინსტალაციას. იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ მუშაობს ბლოგ ედიტორი, ანუ Gutenberg-ი, შევიდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში, გადავიდეთ გვერდების განყოფილებაში და დავამატოთ ახალი გვერდი. ახალი გვერდის დამატებისთანავე შემოგთავაზებს რამდენიმე უკვე გამზადებულ ნიმუშს, შაბლონს და შეგვიძლია ავირჩიოთ რომელიმე აქედან ან ვცადოთ, რომ შევქნათ ჩვენი. ეს ნიმუში შემდეგაც შეგვიძლია დავამატოთ. აქედან ახლა ამ მომენტისთვის გავთიშოთ, გვერდს დავარქვათ სახელი, დავუშვათ ეს არის home გვერდი, მთავარი გვერდი და აქ შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ მუშაობა. ესე იგი, აი აქ დავკლიკავთ და გვექნება ესეთი პლუსი, რაც გავს აი ამ პლუს და ერთი და იგივეა და ნიშნავს იმას, რომ აი ამ საიტზე, ამ გვერდზე უკვე შეგვიძლია ბლოკების დამატება. რას ნიშნავს ეს ბლოკები? აი მაგალითისთვის ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ რამე სათაურის ბლოკი და დავწერთ, რომ ეს არის დავუშვათ new text ასე. შემდეგ დავაჭერთ enter-ს და ჩამოვალთ ქვევით და შეგვიძლია შემდეგი ბლოკი დავამატოთ. მაგალითისთვის დავამატოთ სურათი. შეგვიძლია ან აქ დავკლიკოთ, ან აი ამ ინსერტერში დავკლიკოთ და მოვნახოთ სურათი, ან ჩავწეროთ image და პირდაპირ გვაჩვენებს სურათთან დაკავშირებული რაც არის. კიდევ ერთი ვარიანტი არის, შეგვიძლია დახრილი ხაზი გავაკეთოთ აქ, აი აქ, ჩავწეროთ image და აქაც იგივე სიტუაცია ამოვარდება. დავკლიკოთ მოკლედ სადმე, ჩავსვათ სურათი, ბოლო-ბოლო და აი მაგალითისთვის გვაქვს ორი ვარიანტი. ან შეგვიძლია ავტვირთოთ, სამი ვარიანტი გვაქვს, ან ავტვირთოთ ჩვენი კომპიუტერიდან, ან თუ უკვე ატვირთული გვაქვს ჩვენი კომპიუტერიდან საიტზე, იქიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან ჩავსვათ სადმე ლინკი თუ ვიცით სურათის და იქიდან თუ შეიძლება იმ ლინკის წამოღებით სურათის ჩასმა, ამის საშუალებასაც გვაძლევს. ამ შემთხვევაში გაჩვენებთ ყველაზე მარტივ ვარიანტებს, ეს არის სურათის ატვირთვა ჩვენი კომპიუტერიდან, მაგალითისთვის ეს სურათი ჩავსვათ, ეს ერთი სურათი ჩავსვით. აქ ჩვენ გვეძლევა დამატებით მოცემულობა იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს სურათი, შევცვალოთ ფერი, შევცვალოთ ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები და ეს ყველაფერი ჩანს აქ დამატებით მართვის პანელში. ყველა ბლოკს აქვს თავისი მართვის პანელი. აი მაგალითისთვის, აი აქ ჩვენ ხო გვაქვს ტექსტი. ეს არის ტექსტის ბლოკი, heading-ის ბლოკი და აი გაიხსნა თავისი დამატებითი ფუნქციებისთვის და ცვლილებებისთვის, შესატანი ცვლილებებისთვის დამატებითი პანელი გაიხსნა. სურათების ბლოკი, აქაც გაიხსნა ესე დამატებით. დავამატოთ, დავუშვათ შემდეგი სურათი. ესე დავკლიკოთ აქ და დავუშვათ დავამატოთ უკვე აქედან. მოვნახოთ აქ image და პირდაპირ დავკლიკავთ. ეხლა სურათი ავტვირთოთ უკვე იმ სურათებიდან, იმ მედია ბიბლიოთეკიდან, რომელიც ჩვენ საიტზე შექმნილი არის უკვე, აქამდე ადრე მოვამზადე ავტვირთე სურათები და აი დავუშვათ ავირჩიეთ ეს სურათი და ჩავსვით. აქაც ესე ჩვეულებრივად ჩაჯდა. სურათების ზომები განსხვავდება, ეს არის განიერი სურათი, ეს არის უფრო სიმაღლეში სურათი, მაგრამ ამ ყველაფერთან მუშაობაც აი ამ პანელებიდან ხდება, ეს მარჯვენა პანელი რაც არის და რა თქმა უნდა, ბევრი
პრობლემა რო არ იყოს, ზოგჯერ წინასწარ უკვე სასურველი არის სურათი იმ ზომაზე იყოს დაჭრილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო მოგიწიოთ დაუშვათ აი ამ პანელებიდან და უფრო ზუსტად მოარგოთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ. დაუშვათ ჩვენ გჭირდება უკვე გამზადებული პატერნის დამატება. აი ზუსტად აქ დავკლიკავთ ისევ, აი აქ გვაქვს პატერნები და ავირჩევთ ან ყველას ერთად, ან დაუშვათ თემატურად რა შეიძლება იყოს. აი მაგალითად სერვისების რომ მოვნახოთ, აი აქ დავკლიკავთ და გვაჩვენებს უკვე რამდენიმე გამზადებულ ვარიანტს. აი მაგალითისთვის ჩაუსვათ აი ესეთი ვარიანტი. ეს შეგვიძლია დავხუროთ, გაიშლება ესე საიტი და აი ნახეთ, უკვე აი აქ გამზადებული ესეთი დაემატა. იმისთვის რომ ვნახოთ საბოლოო ჯამში რა მივიღეთ ჩვენ საიტზე, დავკლიკოთ აქეთ მარჯვენა ზედა კუთხეში არის ღილაკი publish, რომელიც შემდეგ პირველად ქვია publish და შემდეგ უკვე save ქვია და აქ არის ღილაკი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გაიხსნას ეს ჩვენი გვერდი ახალ ტაბში და გვაჩვენოს ისე, როგორც ხედავს ამას ვიზიტორი. აი ესე დაინახავს ჩვენ საიტს ვიზიტორი. რა თქმა უნდა, ახლა ეს დიზაინი არ არის, შეიძლება ვინმე საჩვენო ადამიანმა და რამით იტრაბახო, მაგრამ მუშაობის პრინციპი უკვე გასაგები არის. აქვე შეიძლება ნახვა იმისია, გადავიდეთ იმ გვერდზე, სადაც ცვლილებები შეგვაქვს. აქვე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, არის ესეთი პატარა მოწყობილობა ჩანს და ლეპტოპს გავს, რომ დავკლიკავთ, ჩამოიშლება ტაბლეტი და მობაილი. ეს არის იმისთვის, რომ ვნახოთ სხვადასხვა მოწყობილობებზე, როგორ არის ჩვენი დიზაინი მორგებული და რამე ცვლილებას ხო არ საჭიროებს. აი მაგალითად მობილური შემთხვევაში ესე გამოიყურება და თუ დაუშვათ ფიქრობთ, რომ რაღაცა უნდა შევცვალოთ, აქვე ჩვეულებრივად გავხსნით აი ამ პანელს, დავკლიკავთ იმ ბლოკზე, რომელზეც გვინდა ცვლილებების შეტანა და ჩვეულებრივად უკვე ვიმუშავებთ. მოკლედ, აი ეს არის ის საწყისები, რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა და რაც შეეხება ბლოკ ედიტორს და ეგრეთ წოდებულ გუტენბერგს და ახლა გადავიდეთ შემდეგზე. WordPress-ის სტანდარტული ვებსაიტ ბილდერის შემდეგ, ბლოკ ედიტორის შემდეგ მინდა გაჩვენოთ ყველაზე პოპულარული ვებსაიტ ბილდერი, ეს არის Elementor. Elementor-ს აქვს ორი ვერსია, ერთი არის უფასო და მეორე ვერსია არის პრემიუმ, ანუ ფასიანი ვერსია და ძალიან განსხვავდება ეს ორი ვერსია ერთმანეთისგან. თუმცა იმისთვის, რომ გაჩვენოთ დაახლოებით რას წარმოადგენს Elementor-ი, სრულებით საკმარისი არის უფასო ვერსია და დავაინსტალიროთ. დაინსტალირებამდე გაჩვენებთ რა თანხებზეა საუბარი, პრემიუმ ვერსია რა ღირს. პრემიუმ ვერსია ღირს მინიმუმ $60, მაგრამ ხედავთ აქ სხვადასხვა ფასები არის. $60 იმიტომ ამბობ, რომ აქ კი წერია, რომ თვეში $5, მაგრამ გადახდა ერთიანი და უნდა მოხდეს და წლიური გამოდის $60. შემდეგი პაკეტი $84, შემდეგი $99 და კიდევ უფრო ძლიერი პაკეტი ეს არის $204. ამ პაკეტებს შორის ძალიან ბევრი სხვაობა არის, როგორც გითხარით და აი აქ შეგიძლიათ დაკლიკოთ და უფრო დეტალურად ნახოთ თუ რას მოიცავს ეს სხვაობები და რა იგულისხმება ამ სხვაობაში. თქვენი მომავალი პროექტისთვის თუ გჭირდებათ ტექნიკური ესე ვთქვათ კონსულტაცია, დამიკავშირდით და განვიხილოთ და შეგირჩევთ საუკეთესო ვარიანტს. დავუბრუნდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში, გადავიდეთ პლაგინების განყოფილებაში და დავაინსტალიროთ Elementor-ი. ესე გადავიდეთ. აქ საძიებო ველში ჩავწეროთ, შეგვიძლია Elementor-ი ჩავწეროთ პირდაპირ Elementor-ი ამოგვიგოს და შეგვიძლია Page Builder-ი ჩავწეროთ, რომ ვნახოთ რამდენი არსებობს სხვადასხვა ბილდერები. ესე იგი ყველაზე პოპულარული, იმიტომ ვთქვი, რომ აქვს 10 მილიონზე მეტი აქტიური ინსტალაცია Elementor-ს. დავაჭიროთ ინსტალის ღილაკს. დაინსტალირდა ჩვენი Elementor-ი, დავაკლიკოთ Activates, ანუ გავააქტიუროთ ახლა და გადავიდეთ უკვე გვერდებზე. გვერდები როგორც გახსოვთ, ემატება გვერდების განყოფილებიდან შეგვიძლია დავკლიკოთ Add New Page, ან აი აქ პლუსთან მივიტანოთ მაუსი და ჩამოიშლება page და დავამატოთ ახალი გვერდი. გავაკეთოთ ესე. გაიხსნება ახალი გვერდი. WordPress-ის სტანდარტული ბლოკ ედიტორი შემოგთავაზებს შაბლონების გამოყენებას, მაგრამ გავთიშავთ ამას. გვერდს დავარქმევთ სახელს და აი ნახეთ, აი აქ გვაქვს ჩვენ ღილაკი Edit with Elementor. აი ამას დავკლიკავთ და უკვე გადავდივართ Elementor-ის website builder-ში. თუ გაიხსენებთ და წინა ეპიზოდი თუ ნახეთ, ძალიან გავს იმ ბლოკებს, რომელიც აქვს
block editors, მაგრამ აქ მათ ეწოდებათ elementor-ი და აი ნახეთ, ზუსტად ისეთივე პლუსი არის, როგორც იქ block editor-ში გქონდა, რაც ნიშნავს, რომ ახალი ბლოკის დამატება შეგვიძლია. აქ ამ პლუს ელემენტით შეგვიძლია ახალი ელემენტის დამატება. რას ნიშნავს ეს? აი მაგალითისთვის საიტზე გვინდა სურათის დადება, შეგვიძლია პირდაპირ ესე წავიღოთ და დავდოთ, ან დავკლიკოთ და ისე დავამატოთ საიტზე, უბრალოდ აი დაჭდება ესე. დავუშვათ სურათის შეცვლა როგორ ხდება, ახლა აქ სტანდარტული სურათი არის. დავკლიკავთ აქ და ან პირდაპირ უკვე ატვირთული სურათებიდან შეგვიძლია დავამატოთ, როგორც ამას წინათ გავაკეთეთ, ან შეგვიძლია საიტიდან ესა ჩვენი კომპიუტერიდან ავტვირთოთ. აქაც დაახლოებით ის პრინციპი არის, ჩავსვათ ეს სურათი. აი ასე. და ეს სურათი გამოგრჩა, აქაც დავამატოთ, ეს უკვე დავუშვათ აქედან დავამატოთ. კი ბატონო ესე. დავუშვათ გვინდა ტექსტიც დავამატოთ რამე. რა თქმა უნდა, ახლა ეს დიზაინერულად არ ვაფორმებ ამას, საერთო პრინციპი მინდა გაჩვენოთ მუშაობის, მაგრამ ისედაც უკვე მე მგონი გასაგები ხდება როგორ მუშაობს. აქ შეგვიძლია ტექსტთანაც ვიმუშაოთ, შევუცვალოთ ფერი, ზომა, მარჯვნივ გავწიოთ, მარცხნივ და ასე შემდეგ. არსებობს ასევე უკვე გამზადებული ნიმუშები, მაგრამ ესენი უკვე რომ დავაყენოთ, იმისთვის საჭირო არის პრემიუმ ვერსია გქონდეს. მოკლედ ეს არის ელემენტორი, აი აქ გვაქვს მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკი publish, რაც იგივე publish-ია, რაც გქონდა ჩვენ block editor-ში, შენახვას ნიშნავს და დაუშვათ გვინდა საიტის ნახვა, შეგვიძლია გადავიდეთ უკვე WordPress-ში და იქიდან გავხსნათ. აქვე გვაქვს ჩვენ აი ესეთი ნიმუშები, ნიშნები, რაც ნიშნავს სხვადასხვა ზომის ეკრანებს და აი აქაც ზუსტად ის მომენტია, შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა ზომაზე როგორ არის მორგებული და რამე ცვლილება თუ გვინდა შეგვიძლია ცვლილებაც შევიტანოთ იმ ზომის მიხედვით, რომელშიც ვთვლით საჭიროდ ცვლილების შეტანას. მაგალითად, დესკტოპზე გვაქვს ჩვენ და ხელს არ ვკიდებთ, არ ვეხებით, მისაღები არის ჩვენთვის, მაგრამ მობილურ ვერსიაში გვინდა დაუშვათ რაღაცა ცვლილება შევიტანოთ. ამის საშუალებაც გვაქვს აქაც და block editor-შიც, რომელიც WordPress-ის სტანდარტული website builder-ი არის. გადავიდეთ შემდეგ builder-ზე. არსებობს კიდევ ერთი ჩემი აზრით საინტერესო builder-ი, website builder-ი, ეს არის Spectra. Spectra-საც აქვს ფასიანი და უფასო ვერსიები, ფასები შეგიძლიათ ნახოთ აქ და ის სხვაობებია, ფასებშიც არის სხვადასხვა ფუნქციების მიხედვით სხვაობა, შეგიძლიათ ეს დეტალები დაათვალიეროთ მათ საიტზე აი ამ განყოფილებაში. ჩვენ დავაინსტალიროთ, გადავიდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში, გადავიდეთ პლაგინებში, ახალი პლაგინის დამატება. აქ საძიებო ველში ჩავწეროთ Spectra, დავაჭიროთ Enter-ს და მოვნახოთ აი ეს არის Spectra. 1 მილიონზე მეტი აქტიური ინსტალაცია აქვს, ძალიან მომწონს ეს ბილდერი. ვერ არის ისეთი პოპულარული, რა თქმა უნდა, როგორიც არის ელემენტორი, მაგრამ ახალი დამზადებული არის, ესე ვთქვათ, რაღაც მე მგონი წელიწადზე ცოტა მეტია და უფრო მეტად და მეტად ხდება პოპულარული. დავაკლიკოთ ინსტალაციის ღილაკს. დაინსტალირდა, გავააქტიუროთ და გადავიდეთ გვერდის შექმნაში. აი აქ დავკლიკოთ, ახალი გვერდი. ახალი გვერდის შექმნისას ასევე შემოგთავაზებს WordPress-ი თავის სტანდარტულ შაბლონებს, პატერნებს გავთიშოთ და აი აქ დავარქვათ საიტს დავუშვათ სერვისი. როგორც ხედავთ, აი აქ გვაქვს ჩვენ იგივე ანუ არსად არ გავდივართ, იგივე სივრცეში მუშაობთ როგორც block editor-ში და უბრალოდ დაემატა კიდევ ერთი პანელი, ეს არის Spectra-ს პანელი, რაც გვაძლევს საშუალებას უკვე Spectra-ს ელემენტები და Spectra-ს ბლოკები დავამატოთ. ეს შეიძლება დავუშვათ ჩვენ ვნახოთ თვითონ ედიტორის, block editors პანელიდან, აი ნახეთ, ფერით განსხვავდება. ეს არის Spectra-ს ელემენტები, Spectra-ს ბლოკები. და ნახეთ თვითონ WordPress-ის სტანდარტული, რომელიც არის შავ ფერშია, რა ცოტა მუქ ნაცრისფერ ფერშია. ანუ ესე იგი სხვაობა რა არის? Elementor-ს და
სპექტრას შორის. ელემენტორის შემთხვევაში ჩვენ გავდიოდით ბლოკ ედიტორიდან და ცალკე ვქმნიდით უკვე გვერდს და აქ ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ პარალელურად ბლოკ ედიტორთან ერთად შეგვიძლია მუშაობა, სპექტრა გვაძლევს ამის საშუალებას. თუ ბლოკ ედიტორი გვაძლევს საშუალებას, მაგრამ მე მგონი ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სპექტრა გვაძლევს ამის საშუალებას. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და აკვირდით, ლურჯი ფერით რაც არის, ეს არის სპექტრას ელემენტები. და ეს შავ ფერში რაც არის, ეს უკვე არის WordPress-ის სტანდარტული ბლოკები. რა თქმა უნდა, აქაც მუშაობის პრინციპი იგივეა, დაუშვათ სურათის ჩასმა გვინდა, შეგვიძლია, აი აქ ჩავწეროთ image და გვაჩვენებს უკვე ორ ვარიანტს. ერთს როგორც ხედავთ არის ლურჯ ფერში, როგორც გითხარით. ეს არის სპექტრასი და ეს არის ბლოკ ედიტორის. სპექტრასას განსხვავება ის არის, რომ უფრო მეტი ფუნქცია აქვს. დანარჩენი, რაც ბლოკ ედიტორში გაჩვენეთ დაახლოებით იგივე პრინციპით მუშაობს. აი დავამატოთ სურათი, ჩაჯდა, აქაც ეგრევე ითხოვს, რომ ან ჩავამატოთ სურათი ლინკიდან, ან ჩვენი საიტიდან დავამატოთ, თუ უკვე ატვირთული გვაქვს, ან კომპიუტერიდან შეგვიძლია დავამატოთ. აი დავამატოთ უკვე საიტიდან, გვაქვს რამდენიმე სურათი დავუშვათ. დავკლიკოთ. აქაც ზუსტად ესე ჩაჯდა. აქაც გვაქვს საშუალება იმისი, რომ შევცვალოთ ეს სურათების ზომა, სურათების განლაგება, დავუშვათ რამე ჩარჩო გვინდა, მოყვანილობა გვინდა, თუ რა დეტალებიც როგორც გვინდა. აქაც გვაქვს ჩვენ პატერნები, იგივე პატერნები შეგვხვდება ჩვენ რაც გვქონდა ბლოკ ედიტორის დროს და პლუს დაემატება ამას ის პატერნები, რასაც ის დიზაინები, რასაც დაამატებს სპექტრა. ეს შეგიძლიათ ყველა დაათვალიეროთ და ყველა ერთმანეთში ისე შეათამაშოთ და ისე შეავსოთ საიტი, რომ ერთმანეთთან თავსებადია, ну როგორც თვითონ ესე გწერენ, თავსებადია და წესით არაფერი პრობლემა არ უნდა კონდეს. ვმუშაობ მე პირადად და ну ჯერ პრობლემა არ მქონია და ასე რომ ვენდოთ სწორად წერენ ესე იგი ყველაფერს. აქვე გვაქვს ჩვენ ეს გავთიშოთ უკვე სპექტრას მიერ სპეციალურად ცალკე შექმნილი დიზაინ library, ანუ ის განყოფილება, სადაც უკვე გამზადებული დიზაინები არის სპექტრასი. ანუ იქაც შეგვიძლია ვნახოთ, სადაც გაჩვენებთ ბლოკ ედიტორთან ერთად და აქ ცალკე უკვე მარტო ესენია გამოტანილი, რომელიც შექმნა სპექტრამ. დაუშვათ ჩავსვით აი ეს, დავკლიკოთ, აი აქ insert relax და გადაგვიყვანს და აი პირდაპირ ჩაჯდა ის რაც ჩვენ გვინდოდა. აქ მარჯვენა ზედა ღილაკს რო დავაჭერთ publish-ს, შევინახავთ ამ ცვლილებას, დავკლიკოთ აი ამ ღილაკზე, ახალ ტაბში გაიხსნება ჩვენი საიტი და ვნახოთ როგორ გამოიყურება ეს სურათი რაც ჩავსვით და ეს არის უკვე ის გამზადებული დიზაინი, რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ, უკვე ეს ბევრად სიმპათიური არის და აქ შეგვიძლია ჩვენ სურათების შეცვლა და ჩასმა იმ სურათების, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ტექსტების ჩასმა, ღილაკების ჩასმა და ჩვეულებრივად ვიმუშავებთ და გავაკეთებთ იმ საიტს, როგორც ჩვენ გვჭირდება. მოკლედ ეს რაც შეეხება სპექტრას და შემდეგი ბილდერი არის DV ბილდერი. DV ბილდერი არის პრემიუმ ბილდერი და გაჩვენებთ როგორ უნდა აიტვირთოს ნებისმიერი სხვა ბილდერი, რომელსაც WordPress-იდან ვერ დააინსტალირებთ, არამედ უნდა შეხვიდეთ მათ აკაუნტზე იმ საიტზე, სადაც შეიძინეთ, უნდა გადმოიწეროთ და გაჩვენებთ როგორ უნდა აიტვირთოს თქვენ საიტზე. ეს არის DV, WordPress-ის ვებსაიტ ბილდერი ფასიანი პრემიუმ ვერსია. ამას ვერ დავაინსტალირებთ ისე როგორც დავაინსტალირეთ უფასო სპექტრა და უფასო ელემენტორი. ამისთვის საჭირო არის რომ შევიდეთ თვითონ აკაუნტზე, სადაც შევიძინეთ ეს DV ბილდერი და გადმოვიწეროთ და შემდეგ ავტვირთოთ ჩვენ საიტზე და ისე დავაინსტალიროთ. DV-ზე საუბრისას მინდა გითხრათ, რომ DV არსებობს ამ მომენტისთვის ორი ვერსია, ერთი მიმდინარე ვერსია არის, მეოთხე ვერსია, რომელზეც ვმუშაობთ და რომელიც უკვე დიდი ხანი არსებობს და მომავალი ვერსია არის მეხუთე ვერსია, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ არის გამოშვებული, მაგრამ შეგვიძლია ონლაინ გავტესტოთ. ამ ვერსიებს შორის სხვაობა პრინციპში ძალიან დიდი სხვაობა იქნება, ბევრ კარგ და საინტერესო ფუნქციებს გვირდებიან, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ეს ბილდერები იქნება თუ სხვა ბილდერები იქნება, რომ ისწავლით ერთ ბილდერთან საფუძვლიანად მუშაობას, სხვა ბილდერებთან მუშაობა გაგიადვილდებათ. არის თუ არა საჭირო, რომ ყველა ბილდერი იცოდეთ. მე ვფიქრობ, თუ ვებსაიტების დამზადება არ არის თქვენი პროფესია
და უბრალოდ გინდათ 1-2-3 პროექტი გააკეთოთ, მაშინ სრულებით საკმარისია ერთი რომელიმე კარგი ხარისხიანი ბილდერი აირჩიოთ და იმაზე ისწავლოთ მუშაობა, სრულებით საკმარისი იქნება, მაგრამ თუ ჩემსავით გიწევთ სხვადასხვა საიტებზე მუშაობა, შეკვეთების აღება, ახლების დამზადება თუ უკვე არსებულებში რაღაცა ტექნიკური დახმარების გაწევა, მაშინ სასურველი არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ბილდერში ჩაიხედოთ და დაუშვათ შეიძლება საფუძვლიანად ყველა სწავლა არ მოხერხდეს რაღაცა მომენტში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუშაობის პრინციპი რო კარგად გაიგოთ, განსხვავება კარგად გაიგოთ და მე საჭიროების შემთხვევაში უკვე რო უფრო საფუძვლიანად სიღრმისეულად შეხვიდეთ იმისთვის, რომ პრობლემა მოაგვაროთ. დავაინსტალიროთ მოკლედ ჩვენი DV ბილდერი. ამისთვის ჩვენ გადავიდეთ აგერ პლაგინების განყოფილებაში, დავკლიკოთ ახალი პლაგინის დამატებას და აი აქ უკვე ნახეთ, გვჭირდება რომ ავტვირთოთ პლაგინის საიტზე, იმიტომ რომ აქ DV-ს ვერ ნახავთ, ჩავწეროთ მაინც შევხედოთ რას გვაჩვენებს. აქ იქნება მხოლოდ ის პლაგინები, რომლებიც რაღაცისთვის შეიძლება დაჭირდეს DV-ს დამატებით. ავტვირთოთ პლაგინი, ავირჩიოთ ფაილი და ჩვენს კომპიუტერში უკვე გადმოწერილი მაქვს, აი ასე, დავკლიკოთ install, გავააქტიუროთ პლაგინი, ჩვენი DV ბილდერი და გადავიდეთ უკვე გვერდის შექმნაზე, ახალი გვერდი დავამატოთ. და ინახეთ აქ სხვაობა არის ის, რომ უკვე აღარ გვთავაზობს ბლოკ ედიტორი პატერნებს და DV პირდაპირ გვთავაზობს ღილაკს, რითაც შევალთ DV-ს სამუშაო სივრცეში. დავარქვათ ამ გვერდს სერვისი, დავკლიკოთ აქ. გადავდივართ კონკრეტულად უკვე DV-ზე სამუშაოდ და გვაქვს აქ სამი ვარიანტი. ერთი ვარიანტი არის, რომ გვთავაზობენ ხელოვნური ინტელექტით საიტის სტრუქტურას და საიტის დამზადებას. მეორე ვარიანტი არის, რომ უკვე გამზადებული რაღაცა ნიმუშები, რაც აქვთ ამათ DV-ს შექმნილი DV-ს გუნდს, შეგვიძლია ის გამოვიყენოთ, ან შეგვიძლია საერთოდ ჩვენ თვითონ თავიდანვე დავიწყოთ დამზადება ამ გვერდების. დავიწყოთ შექმნა. აი აქ გამოჩნდება ესეთი ცოტა ვიზუალურად განსხვავდება, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მუშაობის პრინციპი მაინც ერთი არის. აქ შევქმნით და უკვე გვეუბნება რომელი მოდულის დამატება გვინდა. ესე იგი გავიხსენოთ, ბლოკ ედიტორში ერქვა ბლოკები, ელემენტორში ქვია ელემენტები, სპექტრაშიც პრინციპში ბლოკები ეწოდება და აქ არის ეს მოდულები, მაგრამ საერთო ჯამში ბორბალი ყველგან მრგვალია და უნდა იგორაოს, ასე ვთქვათ. აი აქ ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ ან ჩამონათვალში მოვნახოთ ის მოდული, რომელიც გვჭირდება, ან ჩავწეროთ ამ შემთხვევაში დავუშვათ იყოს ეს სურათი ჩავსვათ და აქაც ზუსტად ის ვარიანტია, რომ დავკლიკავთ, ან შეგვიძლია უკვე ატვირთული სურათები გამოვიყენოთ, ან ჩვენი კომპიუტერიდან ავტვირთოთ. გამოვიყენოთ უკვე არსებული სურათი. შემდეგ დავუშვათ გვინდა, აი აქ დავასრულეთ ამ სურათზე მუშაობა დავუშვათ და გვინდა ახალი მოდულის დამატება და ეს იქნება დავუშვათ ტექსტი. აი აქ დავკლიკავთ და გვინდა ტექსტი. აი ესე ჩასვა ტექსტი და დავუშვათ ტექსტზე მუშაობისას უკვე თუ გვჭირდება რამე რომ ტექსტში ცვლილება შევიტანოთ, აი აქ ესეთი კბილანა არის, დავკლიკავთ და გამოჩნდება მენიუ, რომელიც გვაძლევს საშუალებას აი მაგალითად აი ეს შეუცვალო ტექსტ დავუშვათ გახდეს ბოლდი ან რაღაცა, ხო? ესეთი დეტალები. დიზაინს რაც შეეხება, შეგვიძლია როგორც გითხარით, ან გამზადებული დიზაინები გამოვიყენოთ, ან ჩვენ თვითონ მივყვეთ აი ასე. მეოთხე ვერსიას და მეხუთე შორის ვერსიას სხვაობას გაჩვენებთ აი აქვე. აი ხედავთ, აი დიზაინი განსხვავდება DV-ს მეოთხე ვერსია და DV-ს მეხუთე ვერსია და ჯერ არ არის ეს ოფიციალურად გამოსული, მაგრამ მისი გატესტვის საშუალება ჩვენ გვაქვს ონლაინ. როცა გამოვა, რა თქმა უნდა, ეხა უფრო სიმპათიური ჩანს, უფრო საინტერესო ჩანს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ბილდერის მუშაობის პრინციპი არის საბოლოო ჯამში ერთი და იგივე. შევაჯამებ ვიდეოს და გეტყვით, რომ უკვე გაქვთ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ იცოდეთ, რას ნიშნავს ვებსაიტ ბილდერი და როგორ შეუძლია მას ჩვენი დროის დაზოგვა, როდესაც ვამზადებთ საიტს.
ასევე შეგვიძლია დავზოგოთ 15% თანხის, როდესაც ვამზადებთ საიტებს და ამის საშუალებას გვაძლევს hosting provider-ი კომპანია ProService, სადაც დომენსაც შევიძენთ და hosting-საც გაჩვენებთ, ახლავე რაზე მაქვს საუბარი. შევდივართ კომპანიის საიტზე, ProService.gz-ზე, ავირჩევთ აი 35 ლარიან პაკეტს, ჩავწერთ დომენს, დავაჭერთ ამ ღილაკს, რასაც საწერია არჩევა და აი აქ უნდა შევარჩიოთ 1 წლით გადახდა. ნახეთ, ფრჩხილებში წერია, რომ დომენი იქნება უფასოდ 1 წლით გადმოგვეცემა. თანხა მართალია წერია 420 ლარი, მაგრამ 15%-იან ფასდაკლებას ახლავე გავაკეთებთ. დავაჭერთ ღილაკს გაგრძელება, აქაც გაგრძელება და აი აქ უკვე შეგვიძლია შევიყვანოთ პრომოკოდი Vladimir KV15 და შევამოწმოთ, აი ნახეთ, 357 ლარი გვაქვს 420 ლარის ნაცვლად. თან დომენიც 1 წლით უფასოდ არის. მე მგონი მშვენიერი დაზოგვაა. დავზოგეთ დრო საიტების დამზადებისას და დავზოგეთ თანხა საიტების დამზადებისას და შევიძინეთ დომეინს და ჰოსტინგიც. წარმატებებს გისურვებთ.